გამარჯობათ, მოგესალმებით, ეს მე ვარ კაპიტაშვილი და დღეს ჩვენ გადავიგებთ Roblox. დავიწყოთ, ჯერჯერობით ესა ვარ, რაცა ვარ. აი ესა ვარ, რაცა ვარ. აი ჯერჯერობით ესა. და რავი, ავაშენო, დავიფროთ, თვარეზეც ავიდეთ და ასე შემდეგ. ცოტა იარაღებით ავიღოთ, რომ იქ ვიღაც დავხვდეს და არ მიგვასაფლავოს. ეს ავიღოთ. ეგრეთ. მიიჩნევთ რომ თქვენი საქმე უკვე გააკეთეთ, ავიღოთ ეს და ეს. ეს კაი იარაღია. მაგრამ ავიღოთ. და გავაგზავნოთ თამაში. 2500 ჭირდება ამას, მაგვე. ავიღოთ. სურიგანი ახალია, ქეშებით ვიდე, აი ამ ფულით. აი 5000. მაღლა ავალ. ხელი რა ხდება? Dobra, czoli sobie. Gdzie kawu ყველაფერი. Pergon. ავიღოთ რაღაცები. ვიღაცები მოკლად გავიდეთ, მაგრამ სანამ ფულს ავიღებთ. ვინ უნდა მოკლათ? ჩემო ვინ? აგე. ატარებს გავეკიდოთ პატარა იმიანებს, რადგან აქ დიდები არიან. მოკალი დროზე. შეგიძლია? გლავს. საბა. სადა? მას არ მოვა. გავაკეთე. ეგეც მოკალი. აუდიეთ ხა სახში. ხლე არ იმას ხდას. დაგვაყრდება ძალიან და ამიტომ ჯობია დაბრუნებული ყავით სახში. უნდა გადავხურო მერე სახლი, აუცილებლად თუ არა უნდა ჩამომიზურეს, სანიციან ჩამომზრობა. ის ავიღოთ. ეს რაია. ეს საიტა. მაგარია. სუჭერთ თუ არა დავით უსუფაშვილის 10000. მაგას მე ავიღებ. თუ არა კონსტიტუციაში ხადობია, მაგრამ 2000. რაკეტები სამნა ჩამოვაგდო, მაგრამ ან ჩემეგობრო რობოტი უნდა ვიყიდოთ, ან კიდე რაღაცები უნდა ავიდეთ. დღეს რაღაც განვითარდები და შემდეგში შემოგთავაზებთ მუნზე. შეიძლება ეხლაც მოვასწროთ და ავიდეთ 10-5-იან ვიდეოში დავიწყროთ მაგალითად მთვარე რაღაცა და ხომ მთვარე და მარსი და ეგეთი რაღაც. კაცი შემცვალე. ვისწავლე კაცი შეცვლა. ინიციატორი ხომ არის დღეს? დაუჭერთ თუ არა ეროვნული საიკრაფტი მინდა, ასტრონავტი მინდა, იმიტომ რომ ასტრონავტზე მივიდივართ. აი, დაგანახებთ მაღლა, აი ეს იუპიტერი, დედამიწა, მარსი, მე მგონი, ეს მთვარე ხო. შემდეგში შემოგთავაზებთ ომსაც. ეს შოვები რა არის? დავიდა. რამდენად აქვს რამდენი მაქული? 3000. იმის ლეგიტიმაცია რომ ასეთი ჩანაწერები აკეთებს. პარემ 4000 და მე ვიყიდოთ Spacecraft. არა ეს ვიდეო. ეს
გადავიდეთ ჩავცვათ. აი აჰა. ჩავცვათ. მე რა მაგარია. უთეთას ბექგრაუნდს. მოდი ვთქვათ, რომ ავიღოთ ესენი. ამიტომ გიას რაღაც საფუძვლიანი ეჭვები მასთან დაკავშირებით, რომ სარეფერენდუმო საკითხები შეიძლება იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული, რადგან რეფერენდუმი პოლიტიკაზე მაღალადია, იმიტომ ხალხის ნებას ემყარება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეფერენდუმები არ უნდა ჩატარდეს საარჩევნო, როცა არის საარჩევნო წელს რეფერენდუმები არ უნდა ჩატარდეს, იმიტომ ეს არის სპეკულაციების საგანი, პოპულიზმის ძალიან რაღაცა მიგვაჩნია, რომ რეფერენდუმები აიგზავნოს საარჩევნო წლებში. აი სულიკენი ვიყიდე ამ ქეშთაი ამით ბატონობას მაინც საინტერესოა თქვენი შეფასება. გადავყურო, არ გადავყურო, მე დამინგრევენ და ის ჩატარებაზე. ამ საფუძველმა დაგაკმაყოფილოთ 7000-მდე შემოგულო მაინც ავიდეს რა ის 7000-მდე ავიდეს და შემდეგ ავიდეთ თვალს. ამჯერ რა უნდა მართოთ ყველაზე თავარი პირველი. კარგად არ ვიცი ამ ფინალის ტარება, ის რიბიერის ტარება, ან გონდა ჩვენი ტარება, მაგრამ შევეცადოთ თუ გავფრინდებით. და შემდეგში შეიძლება ისევ ესეთი შემოგთავაზოთ და მინდა შემოგთავაზოთ კიდე ამ Roblox-ის ოლიმპიადა, კიდაობა, ყველაფერია. არიან ამერიკელები და ეს რაღაცა და ვითამაში დათამაშები მაქვს და რუს მოუგე და ამერიკის მოუგე. ერთი იყო რუსი, ხო, რუს და ამერიკას მოუგე. ეგრევე გამიხარდა რუს რომ მოუგე, ყველაზე მეტად რუს გამიხარდა, მაგრამ უი დამწყდა იმაზე, რომ ამერიკას მოუგე. მაგრამ უნდა მომიგო. როცა საარჩევნო წელი მოდის, ეხლა კი არ გავფრინდი. ვერ გავფრინდი. კასტორიეს. ბატონობას თქვენ ხშირად ლაპარაკობთ ხოლმე მიმდინარე პოლიტიკური თემების კომენტირების დროსაც, ანუ ყოველთვის აქცენტს აკეთებთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ მე მინდა გკითხოთ რუსეთ-თურქეთის დიდი შერიგება. ეს არის საფრთხე ჩვენთვის თუ არა და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესები ამ მომენტში რა ტიპის გავლენას მოდი ეს დავუყუროთ, ავიდეთ ამაზე და ავიღოთ ეს. სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები, სადაც ავიღოთ ეს. აქ დიდი არაფერია, უბრალოდ ნახვიდე უნდა იყო და ეს რაღაცა რა. ეს არის ტაქტიკური. ოპა. ძალიან ჭირდებოდა ერთმანეთი ორი ლიდერი. ორეზე ავიდო. ანუ ეს ავიღე ესე იქ. ეს აღებული მაქვს. მე მგონი ესია, არ ვიცი, შეიძლება სულელობაც არის. გამორიცხულია რომ სირიაში ისინი შეთანხმდნენ. გამორიცხულია რომ ისინი კულტურის საკითხზე შეთანხმდნენ. გამორიცხულია ისინი რომ ყარაბაღზე შეთანხმდნენ. გამორიცხულია ისინი რომ კავკასიაში შეთანხმდნენ. მოკლედ დიდი არაფერია ჩემი მეგობრებო. მე დღეს ამ დაგემშვიდობებით და შემდეგ შევთავაზებთ ან ოლიმპიადას ან ომს. ხო, დალაიქოთ და დასუბსკრაიბოთ ჩემი ვიდეო. ნახვამდის.